საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, მზადა ხართ, რომ გავიგოთ თქვენი მომავალი, მაშინ მოთავსდით ლამაზად, იფიქრეთ თქვენ თავზე და თქვის შენისახელი და კითხე, რა მელოდება მომავალში. და დავიწყოთ. ჩემო კარგო, შენი წარმატებისთვის, გულში გაქვს წარმატება, გინდა რომ ბედნიერი გახდე, მაგრამ ამჟამად ძალიან დაძაბულ მომენტში ხარ, ძალიან განიცდი, ძალიან დიდ დგეხარ. ავადმყოფურად განიცდი რაღაცას ამჟამად. აქ რა ხდება? რაღაცა შორი გზა ჩანს. შეიძლება გზის თაობაზე რაღაცა ფიქრები გქონდეს. ამოგივიდა ახალგაზრდა გოგონა, რაღაცა ადგილის ცვლილებით ამოგდის ეს ახალგაზრდა გოგონა, ჩემო კარგო. ამოგივიდა კაზიონის სახლი. კაზიონის სახლი ან სამსახურია, ან რაღაცა მთავრობის საქმეზე დამოკიდებული რაღაცა საქმე ჩანს, კაზიონის სახლი. ჯავრში და ცოტა გაფრესებული შეიძლება რაღაცაზე იდგე, ან ჯავრით შეიძლება დგეხარ. კარგი, ნახოთ კიდე რა ხდება, გავაგრძელოთ. ჩემო კარგო, აქ ლაპარაკი გაქვს სახლის ჭერის თაობაზე, შეიძლება აქ ცოლ-ქმარი არის, დედა, მამა, შეიძლება ახლობლები არის, რაღაც სახლის ჭერზე იქნება ლაპარაკი. სხვათა შორის კარგი ლაპარაკი იქნება და ჩქარი კარგი მაგიდა გელოდება. რაღაცას უფრო გაიშლება. ძალიან კარგად ამოგივიდა, თუ მშობლები გყავს, ან ცოლ-ქმარი გყავს, ამათთან რაღაცა საუბარი გელოდება. სასიხარულო მაგიდა იშლება. რაღაცა მოგვიანებით შეიძლება გზა გქონდეს, ან საღამოს გზით. რაღაცა საქმეს მოაგვარებ, წარმატება ამოგივიდა. ნახოთ კიდე რა ხდება. აქ ხანში შესულ მამაკაც ვხედავ, შეიძლება ადგილის სულელება მოუწიოს, ცოტა არ იყოს გულგატეხილი ხარ, რაღაცაზე გული გტკივა, მაგრამ ნუ გეშინია, ეს შენი გულის ტკივილები აუცილებლად წავა. რა დაგრჩა? ამჟამად მაგიდა ამოგივიდა, ვიღაცა ქალბატონთან ერთად. ქალბატონის მაგიდა ამოგდის. ეს ქალბატონი შეიძლება იყოს შავთმიანი, ქრივი, ან შეიძლება დახურული ქალბატონი იყოს. მაგიდა ამოგივიდა, გზა, ლაპარაკი და ცოტა არ იყოს პატარა. ეს მაგიდა და ლაპარაკი ცოტა არ იყოს ჯავრიანი გიჩანს. ან შეიძლება ცოტა ხმამაღალი ლაპარაკი მოგივიდეს, ან ცოტა ძალიანაც რო არ გესიამოვნოს, ისეთი მაგიდა ჩანს. ნახოთ კიდე რა გელოდება. ცოტა არ იყოს გინერვიულია, მაგრამ სიხარულში გამოსულ ხარ. ყოველთვის ვიღაცა ცოლ-ქმარი გრძე გიდგება, მშვიდდები. ახალგაზრდა გოგო ამოგივიდა. ამ გოგოდან დამშვიდება გელოდება და პლუს მაგას რაღაცა თანხა გიჩანს. ფული ამოდის, გოგო და ფული ერთად დაგეცა. ჩემო კარგო, საეჭოთ დგეხარ, შეიძლება რაღაცა დიდი ხლაპორთებითაც დგეხარ, შეიძლება რაღაცა შენი საქმე, შენი სიტუაცია გადაწყვეტილი არ იყოს, ხო? მაგრამ იცოდე, აუცილებლად ჩქარობს რაღაცა წარმატება შენ ცხოვრებაში. კარებს გიხსნის რაღაცა გზა, გელოდება ადგილის ცვლილება და გელოდება, ჩემო კარგო, რაღაცა საბუთი. ან საბუთი გელოდება მთავრობის სახლიდან, ან რაღაცა ახალი ამბავი. პატარ-პატარა სიხარულები ამოგივიდა. აქ ვიღაცა ცოლ-ქმარი ჩამოგივიდა, ცოტა დარდით ამოგივიდნენ, ან პატარა ავადმყოფობით. შენ დიდი სურვილი შესრულება გელოდება, ღმერთის წყალობა და ფული გიჩანს, ჩემო კარგო. მოულოდნელი სასიხარულო შეხვედრებსაც ვხედავ. ასე რომ
ამ დონემდე არ არის საჭირო განცდები, რასაც ძალიან განიცდი. სხვადასხვა ფული ცოტა ხელიდან გაგდის, ან გეხარჯება, გადის თანხა. ეს პერიოდი ჩემო კარგო ცოტა არ იყოს ჯერჯერობით შენი სურვილი ცოტა საფლაფორთოა, ან ცოტა დრო გჭირდება და ამაზე უფრო მეტად განიცდი, გესმის? მაგრამ ნუ გეშინია, სურვილი მაინც შეგისრულდება, ასე რომ გული არაფერზე არ გაიტეხო. ნახოთ კიდე რა გელოდება. აი მომისმენი ჩემო კარგო, ყოველთვის მოუფრთხილდი გზას. შეიძლება მოგვიანებით გზის თაობაზე კონდეს რაღაცა უდარი რა არის, ან გულისტკენა, ან ელდა, ან შეიძლება საღამოს გზა იყოს. თხილად იყავ.